კომუნიკაციების კომისია ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს მომდევნო კვირიდან პრაქტიკაში აამოქმედებენ. კომისიის განცხადებით ეს გადაწყვეტილება მედია გარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე მიიღეს. კომკომი მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ იმედისა და პოსტივის დასანქცირება, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენაა მიმართული. გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალ რეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედია პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებითა და მედია გარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე აუცილებლად მიგვაჩნია მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს მაუწყებლობის შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმები, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედია პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. აქედან გამომდინარე მოუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ. ქართულმა ოცნებამ გასული წლის მარტში მაუწყებლობის შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები განახორციელა, რომლის შედეგად ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, მოთხოვნები და სტანდარტები დადგინდა. იქამდე მოქმედი კანონი ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებს არეგულირებდა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. ცვლილებების შემდეგ მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა. დარღვევის შემთხვევაში კომისიას გააჩნია უფლებამოსილება მაუწყებლის მიმართ შემდეგი სანქციები: გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება გამოიყენოს. კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც ვრცელდება.